მუსიკალური ფესტივალი საუნდჩეკი გრძელდება გუშინ ფესტივალის მეხუთე დღეს ჯაზის ცნობილი კომპოზიციები დათო ევგენიძე და ლევან კემბულარი აჟღერეს. ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მსვენელის წინაშე ნიჭიერთა 10 წლების ჯაზ ბენდიც წარსდგა. დღეს 8 საათზე კი დედაენის ბაღში ფოლკლორის საღამო გაიმართება. მრავალჟანრობრივი მუსიკალური კვირეული ხვალ როკ კონცერტით დაიხურება. ფესტივალს არის საუნდჩეკი. ეს რეალურად არის პროცესი, რომელიც არის კონცერტამდე ყოველთვის. და მე დავუკარი მაგალითად პირველი კომპოზიცია, სადაც მართლა საუნდჩეკი იყო და არის იმპროვიზირებული. პრინციპში უბრალესი კომპოზიციები დაიკრა აქ. და ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდებთან ვიქნა. ჯაზის მოყვარულებს მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო საღამო ვაჩუქეთ ფესტივალის საუნდჩეკის სახით. ყავდა აღმოჩენა, ამაში მსმენელით დამეთანხმება, რომელიც დედაენის ბაღში იყო, იმიტომ რომ ეს ყო არაჩვეულებრივი პატარა დრამერი 12 წლის გიორგი კაპანაძე, ნიჭიერთა 10 წლედიდან და საერთოდ ნიჭიერთა 10 წლედის ჯაზ ბენდი ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართულ საზოგადოებამ გაიცნო სწორედ ჩვენი ფესტივალის საშუალებით.